მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია ჯვარის ხმა, სტუდიაში თქვენთვის მარიამ შაროზია ვმუშაობ. ჯვარის სათემო რადიო შეიქმნა Her Voice პროექტის ფარგლებში. ამავე პროექტის ფარგლებში სულ 12 სათემო რადიო არის შექმნილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. სათემო რადიოს მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებას, მათ ჩართულობას თემის ცხოვრებაში, ეკონომიკურ საქმიანობაში, პოლიტიკაში, კულტურულ ცხოვრებაში და ასე შემდეგ. რადიოს აქვს საგანმანათლებლო მიმართულება, ის ორიენტირებულია ცოდნის და საჭირო უნარების განვითარებაზე, ინფორმირებულობის ზრდაზე, რათა მოხდეს ქალთა ცნობიერების ამაღლება მათ როლზე საზოგადოებაში, მათ უფლებებზე, პრობლემებზე და გამოწვევებზე. პროექტს აფინანსებს და ახორციელებს DV International საქართველო, გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორია გერმანული სათემო რადიო, რადიო Z. ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი იქნება ჯვარის სათემო განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი მაია ჭანტურია, რომელიც ისაუბრებს თვითონ ჯვარის სათემო განათლების ცენტრზე, მის პროგრამებზე, მნიშვნელობაზე და რაც მთავარია ჯვარის სათემო რადიოს შექმნის მიზეზებზე, საჭიროებებზე და უფრო დეტალურად გაგვაცნობს ამ პროექტს. მოგესალმებით ქალბატონო მაიკო, მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენი სტუმარი, რომ გვითხრათ როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა გვესაუბროთ ჯვარის სათემო რადიოს შექმნაზე და მის მთავარ, ასე ვთქვათ, ღირებულებებზე, რაც უნდა მიიდანოს საზოგადოებამდე. მოგესალმებით, მე ძალიან მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა დღეს მოგესალმოს ჯვარის სათემო რადიოს ეთერიდან. ეს არის პირველი ინტერნეტ რადიო, რომელმაც მაუწყებლობა დაიწყო ჯვარში. ვარ ძალიან ბედნიერი და ამაყი, რომ ეს შევძელით. ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ ერთი კარგი საშუალება იქნება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი ბენეფიციარი გყავდეს, მეტი მსმენელი გყავდეს, მოვიცვათ უფრო მეტი ადამიანი, ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ძალიან ბევრ დაინტერესებულ პირს და გამოვიყენოთ როგორც კარგი პლატფორმა იმისათვის, რომ ადამიანები გავარკვიოთ თავიანთ უფლებებში, გავამაღლოთ ცნობიერება, ხელი შეუწყოთ მათ ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ზოგადად მთავარი და რაც გვინდა რომ ამ რადიომ ამაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანოს, ხელი შეუწყოთ ჩვენს თემში ქალთა საზოგადოების გაძლიერებას და განვითარებას. თქვენ როგორც ცენტრის ხელმძღვანელს, როგორც წარმოგიდგენიათ, ვინ იქნებიან ჩვენი გადაცემის სტუმრები და რამდენად იქნება დაინტერესება საზოგადოებაში ზოგადად ჯვარის რადიოთი და რამდენად ჩაერთვებიან ისინი, რამდენად იქნება მზაობა იმის, რომ თუნდაც მოვიდნენ ჩვენთან და ილაპარაკონ იმ პრობლემებზე, რომლებიც დღეს აქვთ ქალებს საზოგადოებაში. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯები რადიო მაუწყებლობაში ჩვენი მხრიდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც სხვა დანარჩენი პროგრამები, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩვენ გავხორციელებთ და ამის თქმის საშუალებას გვაძლევს ის, რომ ჩვენ ვეცდებით ვიყოთ ორიენტირებულები ვიყოთ ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი გამოცდილების და თავიანთი ცოდნის გაზიარებით გააძლიერონ სხვები, ასევე ორიენტირებულები ვიყოთ იმ ადამიანებზე, რომლებსაც სჭირდებათ რეალურად დახმარება, ხოლო ამ დახმარებისთვის გამოვიყენოთ რადიო როგორც პლატფორმა იმისათვის, რომ ერთის მხრივ განივითარონ უნარები და აიმაღლონ ცნობიერება და საგანმანათლებლო ფუნქცია ჰქონდეს, მეორეს მხრივ ეს იყოს კარგი საინფორმაციო წყარო იმისათვის, რომ სხვა ადამიანებსაც მიაწოდონ ინფორმაცია. ერთის მხრივ ეს გვინდა იყოს ადამიანების გაძლიერების, როგორც განათლების მიწოდების საშუალება და მეორეს მხრივ ეს გვინდა იყოს პლატფორმა, რომელიც კიდევ უფრო მეტ ადამიანს დაეხმარება საკუთარი გამოცდილების გაზიარებაში, საკუთარი თავის პოვნაში თუ საკუთარი ცოდნის სხვისთვის გადაცემაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამომდინარე იმ სპეციფიკიდან, რა სპეციფიკაც ამ რადიომ უნდა ატაროს, იქნება საინტერესო ქალბატონებისთვის, თემის სხვა წარმომადგენლებისთვის და ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, რომელიც გვინდა რომ ჩართული იყოს. ვინ შეიძლება იყოს ჩვენი სტუმრები, ჩვენ რადიო გადაცემები შემდეგნაირად წარმოგვიდგენია, ეს არის რომ პირველ რიგში გვინდა იყოს ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი და ადგილი დაეთმობა რას? ბიზნესში, კულტურაში, პოლიტიკაში და სოციალურ აქტივობებში ჩართულ და წარმატებული ქალების ისტორიებს
გვინდა გავაკეთოთ ლიტერატურული კლუბი, სადაც ქალი პოეტები და ადამიანები, რომლებიც საკუთარ შემოქმედებას ძალიან კარგად მიუყვებიან, გააცნონ საზოგადოებას, ადგილი დაეთმობა ამ გადაცემების ფარგლებში ფსიქოლოგის კონსულტაციებს, სტუმრად იქნებიან იურისტები და უფლებადამცველები, რომლებიც ისაუბრებენ უფლებებზე, კანონზე, გენდერზე და გენდერულად სენსიტიურ საკითხებზე. ანუ გარდა იმისა, რომ საინტერესო სტუმრებს მოვიწვევთ და გავშლით სხვადასხვა თემებს, რომ უთხრათ ჩვენს მსმენელებს, ამ პროექტის ფარგლებში სხვა აქტივობებიც თუ არის, ესე ვთქვათ, დაგეგმილი და რას ვთავაზობთ კიდევ ჯვარში მცხოვრებლებს და არა მხოლოდ ჯვარში მცხოვრებლებს, რას თავაზობს თვითონ ეს პროექტი? როგორც თქვენ დასაწყისში ბრძანეთ, ეს პროექტი არის პროექტი მისი ხმა, რომელიც არის დაფინანსებული გერმანიის მთავრობის მიერ და მას ახორციელებს გერმანული ორგანიზაცია DV International საქართველო. 12 სხვადასხვა ქალაქში არის ესეთი რადიო შექმნილი და ყველა რადიო შექმნილი არის ამავე ორგანიზაციის DV International-ის მიერ დაფუძნებული სათემო და ზუსტად განათლების ცენტრების ბაზაზე. სწორედ ეს ერთ-ერთი DV-ის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია გახლავართ ჩვენ, ჯვარის სათემო განათლების ცენტრი და ჩვენს ბაზაზე შეიქმნა ეს ინტერნეტ რადიო ჯვარის ხმა. ამ პროექტის ფარგლებში, როგორც უკვე მოგახსენეთ, ერთი მიმართულება ეს არის ინტერნეტ რადიო გადაცემების შეთავაზება მოსახლეობისთვის. გარდა ამისა, ეს პროექტი მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით აქტივობებს. ეს არის ჩვენი მიზანი არის თემს შევთავაზოთ საინტერესო პროგრამები. მაგალითად, ამავე პროექტის ფარგლებში ჩვენ გვინდა რომ მოვაწყოთ ფესტივალები, საჯარო შეხვედრები, გავმართოთ დისკუსიები, შევხვდეთ საინტერესო ადამიანებს, მოვაწყოთ ფილმის ჩვენებები და განხილვები. ამავე პროექტის ფარგლებში გადამზადდებიან ასევე რადიოს ლიდერები და მომავალი წამყვანები, რომლებსაც ქართველი და გერმანელი რადიო სპეციალისტები გაუწევენ კონსულტაციას. ამავე პროექტის ფარგლებში სპეციალურად ჩვენი რადიო გადაცემებისთვის შეიქმნა რადიო პიესები, რომელიც რადიო გადაცემის ფარგლებში იქნება გაშვებული და მსმენელს ელოდება ძალიან დიდი სიამოვნება რომ მოისმინოს ეს პიესები რადიოს ეთერიდან. ასევე ამავე პროექტის ფარგლებში იგეგმება რადიო ლიდერის ტური, სასწავლო ვიზიტი გერმანიაში, რომელიც გაემგზავრება გერმანიაში. გარდა ამისა, ჩვენ გვინდა რომ ხელი შევუწყოთ ადგილობრივ წარმატებულ ქალბატონებს წარმოჩენაში და ისინი მოვიწვიოთ გადაცემაში, მოვიწვიოთ იურისტები, მოვიწვიოთ ფსიქოლოგები, მოვიწვიოთ ახალგაზრდა ქალბატონები, რომლებიც მეწარმეობის კუთხით გნებავთ თუ თავიანთი პირადი საქმის წარმოების კუთხით ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგავენ დღეს საზოგადოებაში და მხარი დავუჭიროთ მათ, ისინი გავაცნოთ ფართო საზოგადოებას, მოვიწვიოთ სხვადასხვა დარგში წარმატებული ადამიანები, რომლებიც რაღაცა პირადი პრობლემები გამოიარეს და გენდერულად რაღაც პრობლემებს წააწყდნენ ცხოვრებაში, შემდეგ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს, გაძლიერდნენ და დღეს უკვე შეიძლება მაგალითი იყოს სხვა ადამიანებისათვის. ჩვენ გვინდა ასეთ ადამიანებსაც ვესაუბროთ, მოვიწვიოთ ისინი რადიო გადაცემაში და ძალიან დაგვეხმარება ვფიქრობთ ასეთი საჭიროების მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც პირადად მოუყვებიან ალბათ იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც დაძლეს და იმ პრობლემების შესახებ, რომელიც გადალახეს. თქვენთვის როგორც ქალბატონისთვის, როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების არსებობა ჩვენ საზოგადოებაში? ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ძალიან კარგი პლატფორმა იმისათვის, რომ რეალურად რისთვის არის ხო შექმნილი? ერთის მხრივ შექმნილი არის იმისათვის, რომ საგანმანათლებლო ხაზი გქონდეს და ჩვენი რესურსების და ჩვენი პროგრამების საშუალებით ადამიანებს ცნობიერება აუმაღლოთ, ინფორმირებულობა გავზარდობა ამ ადამიანების საკუთარ უფლებებზე და ზოგადად ადამიანისა და ქალთა უფლებებზე ჩვენ საზოგადოებაში, მათ როლზე და მათ მნიშვნელობაზე ვესაუბროთ, როგორც პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ასევე სოციალურ აქტივობაში მათი როლი დავანახოთ. და მეორეს მხრივ ეს გავხადოთ კომუნიკაციის კარგ წყაროდ, რომ ადამიანებმა, რომლებსაც შეიძლება არ აქვთ კარგი შესაძლებლობა მაგალითად ყველა შეხვედრას დაესწრონ, მოვიდნენ ოფისში, საჯარო შეხვედრას დაესწრონ, რიგი პრობლემების გამო და რიგი ფაქტორების გამო, მათთვის გახდეს კომუნიკაციის წყარო და კავშირის წყარო ისეთ ადამიანებსაც, რომლებიც შეიძლება ჩაითვალონ მათ მხარდამჭერებად.
აი ასე ვფიქრობთ, აი ასე წარმოგვიდგენია ჩვენ აი ამ რადიოს როლი და მნიშვნელობა. დიახ, რომ უთხრათ ჩვენს მსმენელებს, სად იქნება შესაძლებელი ამ გადაცემების მოსმენა, ნახვა და როგორ შეიძლება მსმენელს რომ კიდევ უფრო მეტს გაეცნოს ჯვარის რადიოს და ზოგადად ჯვარის ხმაზე. ესე იგი ეს მოგეხსენებათ არის ინტერნეტ რადიო, შესაბამისად ჩვენ მოუწყებლობა იმუშავებს როგორც ლაივ რეჟიმში, ასევე მოხდება გადაცემების ჩაწერა და იქნება ჩვენს გვერდზე ატვირთული. ეს არის Her Voice, ესეთი გვერდი გვაქვს YouTube-ზე, სადაც შეგიძლიათ შებრძანდეთ და მოძებნოთ 12-ვე რადიო არის აქ წარმოდგენილი, ჩვენ შემთხვევაში ალბათ ჯვარის ხმა მოძებნოთ და როდესაც შეხვალთ ამ გვერდზე, ყველა გადაცემა იქნება ატვირთული, რომელსაც შეგიძლიათ მოусმინოთ სრულად. გარდა ამისა, როგორც კი მოხდება ამ გადაცემების ჩაწერა, ჩვენ ამ გადაცემის ლინკს დავდებთ ჩვენს გვერდზე ორგანიზაციის ჯვარის სათემო განათლების ცენტრის გვერდზე, სადაც მითითებული იქნება ყველა სტუმარი, მოკლე მონახაზი იქნება გადაცემის შესახებ და იქნება ლინკი აქვე წარმოდგენილი, თქვენთვის საინტერესო გადაცემა, თქვენთვის საინტერესო სტუმარი, რომელსაც აღმოაჩენთ, იქნება ხელმისაწვდომი ეს გადაცემები ამ ლინკის საშუალებით, დააჭერთ ამ ლინკს, გახსნის და მთელი გადაცემა იქნება გვერდზე, სადაც შეგიძლიათ მოისმინოთ ეს. საზოგადოების ჩართულობა თუ იქნება შესაძლებელი, აი სიტყვაზე რომ მოგწერონ ჯვარის სათემო განათლების ოფიციალურ Facebook გვერდზე და მათთვის საჭირო თემები რომ წამოწიონ და მათთვის სასურველი სტუმრები რომ შემოგთავაზონ. რა საკვირველია, ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ მაღალი იქნება დაინტერესება, ასევე თუ დაგვეხმარებიან იმაში, რომ ეს ინფორმაცია ერთმანეთს გადასცენ და გაზარდონ ჩვენი მსმენელების რაოდენობა. ჩვენ იმ გადაცემების ფარგლებში, რომელიც იქნება ლაივ რეჟიმში, რა საკვირველია შეუძლიათ, რომ ეს მოგწერონ კითხვები. გარდა ამისა, მთელი ამ პერიოდის მანძილზე მათთვის საინტერესო კითხვები შეიძლება დაგვიტოვონ ჯვარის Facebook გვერდზე, მოგწერონ ჩვენს email მისამართზე, სადაც ჩვენ აი ამ კითხვებს ყველაფერს შევაგროვებთ და შეძლებს დაგვარათ ყველა კითხვაზე გავცემთ პასუხს, მივაწვდით ყველა ინფორმაციას და ვიქნებით კავშირზე იმისათვის, რომ ამ ადამიანებს ამ კითხვებზე სუსტი და ამომწურავი პასუხი ჰქონდეთ. მადლობა, მე ბევრ საინტერესო სტუმარს და ძალიან ბევრ მსმენელს ვისურვებდი. ახლა რომ გადავიდეთ თვითონ ჯვარის სათემო განათლების ცენტრზე, გარდა ამისა, გარდა ამ პროექტისა, კიდევ რა პროექტებზე მუშაობთ და როგორ ხედავთ ჯვარის სათემო განათლების ცენტრის როლს საზოგადოების განვითარებაში და ყოველდღიურობაში? მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ცენტრი დაარსდა 2010 წელს, ის ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით დაარსდა და ეს პროექტი განახორციელა გერმანულმა ორგანიზაცია DEVIO International-მა, რომელიც დღემდე რჩება ჩვენი ორგანიზაციის ძირითად დონორად და მხარდამჭერ ორგანიზაციად და ამ წუთამდე ჩვენი ძლიერი მხარდამჭერი არის DEVIO International, გერმანიის სახელმწიფოსთან ერთად. ჩვენი ძირითადი დონორი ეს არის გერმანიის მთავრობა, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში აგრძელებს დაფინანსებას იმისათვის, რომ ორგანიზაცია იმუშაოს თემში. თვითონ ამ ორგანიზაციის ძირითადი მიზანი ეს არის მოგეხსენებათ ჩვენ დევნილი და ადგილობრივ თემზე ვმუშაობთ და აი ამ თემის გაძლიერება არის მისი ძირითადი მიზანი. ჩვენ ვცდილობთ რომ აი ამ ჩვენი ორგანიზაციის საშუალებით მოსახლეობას მივაწოდოთ ისეთი სერვისები და ისეთი პროგრამები, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანების ინდივიდუალურ და პროფესიულ ზრდას, მათთვის არაფორმალური საგანმანათლებლო სერვისების მიწოდებით. ასევე ჩვენი მიზანი არის დავეხმაროთ ადამიანებს გაძლიერებაში, ზოგადად ხელი შევუწყოთ თემის გაძლიერებას, დემოკრატიულ პროცესების გაძლიერებას, ახალგაზრდების მხარდამჭერას, მათთვის სხვადასხვა ახალგაზრდული პროგრამებისა და აქტივობების მიწოდებით. ჩვენი მიზანი არის მთელი ცხოვრების მანძილზე სოციალური, კულტურული ცხოვრების გაძლიერებას შეუწყოთ ხელი, განათლებას, როგორც მთელი სიცოცხლის მანძილზე უწყვეტ პროცესს დავნერგოთ და ხელი შეუწყოთ და გავუწიოთ პოპულარიზაცია. მთელი ამ წლების განმავლობაში ამ მიზნების მისაღწევად ჩვენ ვმუშაობთ 5 ძირითადი მიმართულებით. ეს არის ვთავაზობთ
მოსახლეობას ინდივიდუალური განვითარების პროგრამებს, თავაზობ პროფესიული გადამზადების პროგრამებს, ახალგაზრდულ პროგრამებს, სამოქალაქო განათლების მიმართულება გვაქვს ფინანსური განათლება და განათლება კულტურის სფეროში. თითოეული ამ მიმართულების ქვეშ კონკრეტული აქტივობა იგულისხმება, რამდენიმე რო დავასახელე, ეს არის სასწავლო პროგრამები, ენების მიმართულებით, მაგალითად ოფის მენეჯერისა და პროფესიული გადამზადების მიმართულებით, სხვადასხვა კურსები, როგორიც არის მანიკურის, სტილისტის, კულინარიის, შედუღების, ფართო პროფილის მშენებლის, სამოქალაქო განათლებაში ჩვენ გვაქვს საჯარო შეხვედრები და დისკუსიები, გვაქვს ტრენინგები ახალგაზრდებისთვის, ტრენინგები ქალებისთვის, ტრენინგები მასწავლებლებისთვის. მაღალია ჩართულობა ეს თვალზე ახალგაზრდების მხრიდან, რომ ჩაერთო თქვენს პროექტებში და ასევე ქალების მხრიდან რამდენად დიდია დაინტერესება. მოგეხსენებათ, რომ ყველაზე მოჩამოთვლილ კურსს და პროგრამას ჩვენ თავაზობთ ნებისმიერი ასაკის ადამიანს. მათი მონაწილეობა კურსებზე არის უფასო, არის მორგებული აი ამ ზრდასრულ ადამიანებს და ახალგაზრდებს. შერჩეული არის სპეციალურად მათთვის მორგებული გრაფიკი, სასწავლო პროგრამა, არის მოკლე ვადიანი, ორიენტირებული არის შრომის ბაზრის მოთხოვნებზე, არის სწავლებაში გამოყენებული როგორც პრაქტიკული მეთოდოლოგია, ასევე თეორიული გადაცემა პროგრამის. მოდულები არის შექმნილი ისე, რომ როგორც დასული ადამიანისათვის, ასევე ახალგაზრდა ადამიანისათვის იყოს საინტერესო, რეალურად მთელი პროცესი მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, თანამონაწილეობით, რეალურად ჩვენი ტრენერები არიან გადამზადებულები, როგორც დასვა განმანათლებლები, სპეციალური პროგრამის ფარგლებში, რომელიც ასევე არის Dave International-ის მიერ შემუშავებული და აი ეს პროცესი არის როგორც განათლების, ცოდნის და უნარების თანაგაზიარება და თანაგადაცემა, რაც ხდის ძალიან საინტერესოს. შესაბამისად, ჩართულობა ბენეფიციარების და მსმენელების მხრიდან და მათი მონაწილეობა არის ძალიან მაღალი, არის მზარდი. სტატისტიკურად რო წარმოიდგინოთ, ეს წელიწადში არის სადღაც 2000-მდე სერვისი, რომელსაც ჩვენ ვაწვდით მოსახლეობას. ჩვენი სამიზნე ჯგუფი არის ყველა საკის ადამიანს შეზღუდვა არ აქვს ამ კუთხით, ხოლო სამიზნე არეალი არის, როგორც ქალაქი ჯვარი, კონკრეტულად ჩვენი დასახლება, ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შემავალი ყველა თემი, მათ შორის აქტიურად მუშაობს საზღვისპირა სოფლებში, როგორიც არის მუჟავა, ფახულანი, ლია, ჩართული არიან ჩქვალერის თემიდან, ჩართული არიან თქვათ წალენჯიხიდან, თვითონ ქალაქიდან, ყველა ეს დასახლება, რომელიც ჩვენს ირგვლივ არის ძალიან ახლო მონაკვეთში ჯვარიდან, შესაბამისად ამ ადამიანებს მეტნაკლებად შეუძლიათ მოვიდნენ და ჩართონ ამ აქტივობებში. აქტიურად მუშაობთ ასევე ფოცხოს თემთან, რომელიც ისიც რომ კომპაქტურად არის თემის გაშემდგარი. ამიტომ ყველა ეს არეალი, რომელზეც მე ვისაუბრე, არის ჩვენი სამიზნე არეალი და შესაბამისად აქედან გვყავს ყველა თემიდან ჩვენ ბენეფიციარი. ასევე მნიშვნელოვანი არის და უნდა გამოვყო ის, რომ ჩვენს ცენტრში ფუნქციონირებს ქალთა კლუბი, ახალგაზრდული კლუბი, ხანდაზმულთა კლუბი. ჩვენ აი ამ კლუბის ფარგლებში მუშაობთ მათთან, და ვთავაზობთ მათთვის საინტერესო აქტივობებს და პროგრამებს. ჩვენ ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას, იმისათვის რომ იყოს მრავალფეროვანი და იმისათვის იყოს საინტერესო. ასევე მნიშვნელოვანია ის არის, რომ ჩვენ მუშაობთ ისეთ მოწყვლად ჯგუფებზე, სადაც ასე ვთქვათ, შედიან კონკრეტული საჭიროების მქონე ადამიანები, ისეთი ადამიანები, რომელსაც სჭირდებათ განსაკუთრებული მხარდაჭერა საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის. მნიშვნელოვანი არის ასევე გამოვყოთ ის, რომ ჩვენ მუშაობთ ისეთ ადამიანების გაძლიერებაზე, რომლებიც ბიზნესით არიან დაინტერესებული, მათ შორის მცირე მეწარმეობაზე, რომლებიც კონკრეტულად რაღაცა იდეა გააჩნიათ და მიუყვებით მთლიანად იმას, რომ დავახმაროთ როგორც იდეის შექმნაში, ასევე კონკრეტულად ფონდების ვაკავშირებთ, რომელსაც შეუძლიათ გრანტები მოიძიონ, შემდეგ უკვე როგორც მეწარმე და როგორ აწარმოონ საქმე, ამ მიმართულებით გავაძლიეროთ და ხელი შეუწყოთ მათ როგორც თვითდასაქმებას, ასევე ხელი შეუწყოთ მათ დაკავშირებას უფრო დიდ ბიზნესებთან და რაღაც კავშირებში დავეხმაროთ.
რაც შეეხება ახალგაზრდებს, ვცდილობთ მათ ავუმაღლოთ სამართლებრივი კულტურა, მათ ჩართოთ ისეთ პროექტებში, რომელიც ხელს შეუწყობს მათ გაძლიერებას, ცნობიერების, ცოდნის ამაღლებას და უნარების ამაღლებას. მნიშვნელოვანი მიმართულება გვაქვს ასევე მოხალისეობრივი საქმიანობა. მოხალისეობრივი საქმიანობის კუთხით ჩვენთან ყოველწლიურად არიან უცხოელი მოხალისეები ASAS პროგრამის ფარგლებში და მშვიდობის კორპუსის ფარგლებში, რომლებიც მსახურობენ ჩვენ ცენტრში 3 თვიდან 2 წლამდე. ისინი ხელს უწყობენ ჩვენ ცენტრის ორგანიზაციულ განვითარებას, აქტიურად თანამშრომლობენ თემთან და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ახალგაზრდებთან, ასევე ზრდასრულ მოსახლეობასთან. ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება ეს არის ქალთა გაძლიერება. ქალთა გაძლიერება ჩვენ გვაქვს მათი ცოდნის ამაღლების მიმართულებით, ინფორმირებულობის გაზრდის მიმართულებით და მათი გადამზადებით კონკრეტულად რაღაცა სპეციალობებზე, იმისათვის რომ შრომის ბაზარზე ისინი კონკურენტუნარიანები გავხადოთ, ცოდნა აუმაღლოთ თავიანთ უფლებებზე და ხელი შეუწყოთ მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ასევე ეს გვაქვს თემის ლიდერების გამოკვეთა. ჩვენ გვაქვს ესეთი კარგი კლუბი, სადაც არიან თემის ლიდერები გაერთიანებულები, ესენი არიან ადამიანები, რომთანაც ასევე ვმუშაობთ საგანმანათლებლო მიმართულებით, ვცდილობთ მათ ხელი შევუწყოთ მათ აქტიურ ჩართულობას, მათი სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერებით მათში, რომლებიც შემდეგ უკვე თვითონ ხდებიან თემის ლიდერები და ძალიან კარგად ერთვებიან თემის საჭიროების იდენტიფიცირებაში, ამ საჭიროებების შემდეგ უკვე სხვადასხვა სპეციალური უწყებებისკენ მიმართვაში, მოძიებაში ფონდების და ისეთი გარემოს შექმნაში, სადაც თვითონ ეს ადამიანები ხდებიან თავიანთ თემზე ზრუნვის ობიექტები. დიახ, ადამიანები გვისმენენ და იქნება ვიღაც, ვინც პირველად ისმენს ამ ყველაფერს და ვისაც უბრალოდ სურვილი გაუჩნდა, რომ ჩაერთოს ამ ყველაფერში და იყოს თანამონაწილე. როგორ შეიძლება რომ მოგძებნონ და იყვნენ თქვენი პროექტების მონაწილეები? ან თუ არის რაიმე კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სიტყვაზე ბენეფიციარი, რომელიც მოვა თქვენთან და ჩაერთვება რაღაც პროექტში. ესე იგი, ადამიანებს, რომლებიც დაინტერესდებიან ჩვენი ცენტრით, აქვთ საშუალება, რომ გაიცნონ ჩვენ Facebook გვერდს, ჯვარის სათემო განათლების ცენტრი, ასე ქვია, სადაც ჩვენ ვცდილობთ განვათავსოთ ყველა ის სიახლე, რომელსაც ჩვენ თავაზობთ ჩვენს ბენეფიციარებს, ასევე დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ტელეფონებზე, მოგწერონ მეილზე და ყველაზე კარგი საშუალება თუ ექნებათ მობრძანდნენ ჩვენ ცენტრში, მათ შეუძლიათ ნახონ ის სივრცე, სადაც მათ შეუძლიათ ეს სერვისები მიიღონ და ადგილზე გაეცნონ ყველა იმ სასწავლო პროგრამას, რომელიც კონკრეტული დროის მონაკვეთში ჩვენ თავაზობთ ბენეფიციარებს. თუ იპოვიან მათთვის საინტერესო რამე აქტივობას ან პროგრამას, ადამიანებს ჩართვისათვის სჭირდებათ რეგისტრაციის გავლა. რეგისტრაციის გავლა შეიძლება როგორც ადგილზე მოსვლით, ასე შეიძლება დარეკვით, ასევე შეიძლება ინტერნეტის საშუალებით ჩვენს გვერდზე მოწერით და რეგისტრაციის გავლით. შემდეგ უკვე ეს პროცედურა არის ესეთნაირად, რომ 10-მდე ადამიანი თუ შეიკრიბება კონკრეტულ სასწავლო კურსზე, რომელიც გამოთქვას სურვილს, რომ ამ კურსზე ისწავლოს, იქნება ჯგუფი. შემდეგ ამ ჯგუფში ხდება ტრენერთან კომუნიკაცია, ხდება დადგენა კონკრეტული ჯგუფის დონის საჭიროებების და შემდეგ მორგება იმ მოდულთან, რა მოდულითაც ჩვენ ვასწავლით ამ ბენეფიციარებს. მერე ხდება გრაფიკის შემუშავება და ხდება სასწავლო პროგრამის დაწყება. რაც შეეხება ზოგად არაფორმალურ სივრცეში ჩვენთან სხვა აქტივობებში ჩართულობას, ჩვენ ვცდილობთ მუდმივად ეს ინფორმაცია იყოს ჩვენს Facebook გვერდზე, ასევე ყავს პირადი ეგრეთ წოდებული ელჩები, რომლებიც მუდმივად გვეხმარებიან ამ ინფორმაციის გავრცელებაში და შეუძლიათ მობრძანდნენ და დაესწრონ საჯარო შეხვედრებს, ფილმის ჩვენებებს, გამოფენებს, ფესტივალებს. ამის შესახებ ინფორმაციის მოძიება აი ამ წყაროებით არის შესაძლებელი, ხოლო ჩართულობისთვის მხოლოდ და მხოლოდ სურვილია საჭირო და როგორც კი მოვლენ, ასევე მინდა გამოვყო ის ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს გამორჩეული სხვა ყველა საგანმანათლებლო ცენტრებიდან ის, რომ ჩვენ ბენეფიციარს თავაზობთ ეგრეთ წოდებულ დასვთა განათლების პაკეტს. აი რას მოიცავს ეს პაკეტი. ჩვენთან მოსულ ბენეფიციარს შეუძლია ერთდროულად ჩაერთოს
სხვადასხვა სასწავლო პროგრამაში, მაგალითისთვის, მას შეუძლია გაიაროს სტილისტის კურსი, პარალელურად დაესწროს ინდივიდუალური განვითარების ტრენინგებს, რომელიც მისთვის იქნება საინტერესო, ჩაერთოს აქტივობებში, კულტურულში, სოციალურში, რომელიც ასევე ამ პერიოდში მიმდინარეობს, შესაბამისად მთელი საგანმანათლებლო პაკეტის თავაზობთ, საიდანაც შეუძლია ერთდროულად იყოს მონაწილე მისთვის საინტერესო ბევრი აქტივობის და პროგრამის. ძალიან საინტერესო და მისასალმებელია ეს ყველაფერი. თქვენ აღნიშნეთ, რომ გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება ყოველივე ეს და აი რომ გითხრათ თუ გქონიათ ან თუ იგეგმება მომავალში გაცვლითი პროგრამები თუნდაც გერმანიაში რომ წავიდნენ ჩვენი ახალგაზრდები. ჩვენ პერიოდულად გვაქვს ესეთი პროგრამები, ხა მუდმივად არ გვაქვს კარგი პრაქტიკა, მაგალითად იცით რომ ჩვენ 15 ახალგაზრდა გვყავდა საზღვარგარეთ სასწავლო ვიზიტით, რაც იყო ძალიან კარგი გამოცდილება, ეს პროგრამა განხორციელდა DV International-თან და ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორთან, ეს არის შვეიცარიული ორგანიზაცია ერთად GMI3, რომელთან ერთადაც განხორციელდა ეს პროგრამა. ასევე ჩვენ ვახორციელებთ გაცვლით პროგრამების ნაწილში ყოველწლიურად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ესენი არიან მერები და მერის მოადგილეები, ყოველწლიურად ვიმყოფებით სტუმრად გერმანიაში, ისეთივე სათემო განათლების და სასწავლო განათლების ცენტრებში, როგორც ჩვენ ვართ, ასეთ სადაც ადგილზე ესენი ეცნობიან გერმანულ პრაქტიკას, ხვდებიან სამინისტროს წარმომადგენლებს და ხვდებიან რომ მხარეშიც ვიმყოფებით იმ მხარის ხელმძღვანელ პირებს და ერთობლივად ვიხილავთ როგორც ქართულ გამოცდილებას, ასევე გერმანულ გამოცდილებას და ვცდილობთ ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო პრაქტიკა გავუზიაროთ ერთმანეთს, ასევე გამოინახოს სამომავლო თანამშრომლობის გზები და კავშირები. მაგალითად მიმდინარე ახლა რაც შემიძლია გითხრათ, ახლა რაც გვაქვს, ეს არის იცით რომ ჩვენი რადიო ლიდერი გაემგზავრება სასწავლო ვიზიტით გერმანიაში, რომელიც გაეცნობა ადგილზე სათემო რადიოების მუშაობის სპეციფიკას. ხშირად ვერ ვახერხებთ ასეთი დიდი პროექტების განხორციელებას, ვინაიდან ეს მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა საჭიროებს, თუმცა გვაქვს კარგი პრაქტიკა და გვინდა გქონდეს იმედი იმისა, რომ მომავალში შევძლებთ მსგავსი გაცვლითი პროგრამების განხორციელებას და ამასაც შევთავაზებთ ჩვენს მოსახლეობას. წარმატებებს გისურვებთ, წარმატებებს ვუსურვებ ჯვარის სათემო რადიოს და თვითონ ჯვარის სათემო განათლების ცენტრს. ჩვენს მსმენელებს კი შევახსენებ, რომ თქვენ უსმენდით ჯვარის ხმას და ჩვენი სტუმარი იყო ჯვარის სათემო განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი მაია ჭანტურია.